78-ის ვარ. მოგესალმებით, ვიშვასო ტელემაყურებლებო. დღეს ჩვენ სასაუბროდ მოვიწვიეთ პროფესორი ბატონი გიორგი ბაღათურია. ბატონი გიორგი, პატარა შესამოს გავაკეთებ და მე ბურცა და მოვიდათ და იშვიათად ჩავერევი. არა, ბურცა გინებათ. ბატონი გიორგი, მე ხლა სულ რაღაც 2-3 თვია რაც აქ დავიწყე ამ პროგრამას, ეს პროგრამა იმავს. და ბატონი გიორგი ერთ-ერთი პირველი სტუმარი უნდა ყოფილიყო ჩვენი. და შეთანხმებული ვიყავით, მაგრამ ნათქვამია რომ კაცი ბჯობდა და ღმერთი იცინოდა და გავიხედეთ და ძმაგრად დაერჩალა. მისი ძმა იყო სკოლები ოთარი ბაღათურია. მე მას არ ვიცნობდი, არც სცენაზე მიხილავს, მაგრამ წავიკითხავს რომ იყო კარგი რეჟისორი და ბავშვებს უყვარდა. და ბატონი გიორგი კიდევ ერთხელ გიდასურებ ჩემს გულის სტილს. ახლა თეატრი რო ახსენებ, გამახსენდა ჩემი სიყვარული. თელავში დავამთავრე სკოლა და მე ჩავირიცხე თბილისში და მამა ჩემი ფიქალმანმაიროს ქარხანაში მუშაობდა და ძალით ხელფასთან უკვითავდნენ, აძლევდნენ აბონემენტს. აბონემენტი რო ქონდა მთელი ოჯახი ყოველ კვირაში ერთხელ მაინც თელავის თეატრში მიდიოდა და ერთ-ერთი თეატრალი ყავის სკოლა მოსწავლეებში კლასში ყოველ შემთხვევაში მე მეკითხებოდნენ ხოლმე რა გადის როგორ რაღაცა. ხო და სტასიამონით გამაცემდა. ბატონი გიორგი ნაყოფიერად მუშაობს როგორც ლექციების გუნდით, ასევე წერს წიგნებს. ერთი-ორი წიგნი დღეს მოვიტანა და გაჩვენებ. ეხლა მე დიდი უნური კაცი უნდა ვიყო, რომ გითხრათ. ამაზე ვისაუბროთ, ამაზე არ ვისაუბროთ. თქვენი ყველა კომპეტენცია, ტალანტი და გამოცდილება და განათლება გაქვთ, რომ ყოველ თქვენი სიტყვა საინტერესო და სასაგებრო იქნება და ამიტომ როგორც თქვენი ნებერთ, საიდანაც თქვენი ნებერთ ისე დაიწყეთ და მე ხანდახან ჩავერთვები ხოლმე პატარა. აუცილებლად თქვენი ჩარევის გარეშე არ გამოვარაფერთ. მოგესალმებით მივესალმებ მაყურებელს ბატონ ამბროსის მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ. ჩემთვის მე ბატონ ამბროსის ვიცნობდი ადრე დაუსწრებლად. ეკონომიკური ხასიათის წიგნებიდან და ახლა აღმოჩნდა ასე რომ დღეს ბატონი ამბროსი გარდა თავისი დიდი ეკონომიკური საქმიანობის და მოღვაწეობას განზრახა არ ხმარობ ამ სიტყვას. არ გავჩვითოთ. დიახ. გარდა ამისა არის აგრეთვე როგორც თქვენ ხედავთ, აი წამყვანი აი ამ კარგი საქმის წამყვანი შეიძლება ითქვას, მსჯელობა ყოველთვის კარგია, გასვლა გამოცვლა, ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუ ჩვენთვის შევიკეთეთ ჩვენს გულებში და არ გამოვთქვით ჩვენი აზრები, ადამიანებად, კაცობრიობაც ვითარდება იმითი, რომ საკუთარ აზრს გამოთქვამენ ამა თუ იმ საკითხზე. მით უმეტეს თუ ეს საქმე პროფესიონალების ხელშია ჩაბარებულია თქმა უნდა. ეხლა ჩვენი ასაკის ხალხს გასაგებად ასაკის ვართ ხო? პრინციპში ყველაფერი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ქვეყნის ცხოვრება, განათლება, ეკონომიკა, ყველაფერი არის ძალიან ახლო თემა ჩვენთვის ზოგადად. მაგრამ როგორც მოგახსენეთ, მაინც უფრო იმაზე უნდა ისაუბრო ადამიანმა, რაშიც რაღაცა გამოცდილება გააქვს და არა მხოლოდ კორმოკრული არ უნდა ისაუბრო. ეხლა მე მინდა ბატონ ამბროსის ვესაუბრე და მინდა ჩემი აზრით შეიძლება ითქვას უმნიშვნელოვანეს საკითხზე ვისაუბროთ, თემაზე, უმნიშვნელოვანეს თემაზე, რომელიც ყველა ჩვენთანაც ეხება. ეს არის სამყაროს შექმნის საკითხი. რა განაგებს სამყაროს? როგორ ხდება ეს ყველაფერი რაც ხდება? რა თქმა უნდა, ამ თემაზე უფრო ღრმად და ყოვლის მომცველად ისაუბრებენ დიდი ფიზიკოსები. და ეს დიდი ფიზიკოსები თავიანთ უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩენების პროცესში
დიდ გაურკვევლობას აწყდებოდნენ. იყო ასეთი უდიდესი ფიზიკოსი ჰაიზენბერგი, რომელიც ერთ-ერთი ასე ვთქვათ ფუნდამენტი თანამედროვე ფიზიკისა და ის ამბობდა ასეთ რამეს. როდესაც მეცნიერება დავიწყე და პირველი ყრუპი მეცნიერებისა შევსვი, მე ათეისტი გავხდი. მაგრამ როდესაც დავცალე ეს თასი, ბოლოში ღმერთი გამოჩნდა. ზუსტი წყარო აი ამ სიტყვისა, ამ ტექსტისა მე არა მაქვს, თუმცა ბაჩანა ბრეგვაძე ახსენებდა თავის ეპიგრამებში და თავის თხზულებებში ნახსენები აქვს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ბაჩანა ბრეგვაძე უდიდესი მკვლევარი, ფილოლოგი, ლიტერატორი, ძალიან გასწავლული, თარგმნელი, საუკეთესო ფოტოშორის ახალთქვით. ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანები ზოგჯერ უფრო საინტერესოა, ვიდრე თვითონ ტექსტი, ახლა ტექსტ მაგალითად ამ გინა ძველი ბერძნების თარგმნის და მისი კომენტარები, რომ ის კიდევ უფრო მეტს იძლევა და ერთი მინდა ვთქვათ ასევე ვახსენო მაკიაველის მთავარი წიგნი რომ არის, ნახევარზე მეტი კომენტარებია და ბაჩანა ბრეგვაძის და ის კიდევ უფრო შეყავხარ იმ არსით, შეიძლება თავიდან თუ არა ხარ ძალიან კარგი პროფესიონალი ამ დარგში, შეიძლება ვერც მოკლედ უნდა შეგაწყვეტი რომ არ შეგაწყვეტი რომ არ შევედრა გამახსენეთ და იმიტომ აი რომ თქვით რომ თვითონ ორიგინალი არ ჩანს იმნერი ხელა და ვიდრე ეს გამახსენდა ფსევდოლონგინე რომელმაც დაწერა ამაღლებულისათვის თვითონ ის წიგნი დაიკარგა მაგრამ კომენტარებია ეს არის სულ კომენტარები საუცხოო წიგნია დიახ ხარა ეს ხა ბაჩანა ბრეგვაძე ვახსენდა მისი მას აქვს თავის ერთ-ერთ წიგნში ეს ჰაიზენბერგის ეს ტექსტი და მაგრამ წყარო ვერ ვიპოვე. წყარო ფოდარმას კი, მაგრამ შეიძლება სადმე საუბარში ქონდა ნათქვამი და მე ეს გავცელდა. ჯიპიტოს არ აკითხეთ? ხო, იცი მანაც ვერ იპოვა. ხო, ესე იგი, და თვითონ მისი დასკვნა იყო და მე ჩვენც ახლა რაღაცნაირად რომ შეიძლება ეს იყო საუბარში და მე მოთ გავცელდა ზეპირად. ასეთი აზრი არის. მაგრამ თავარი ის არის რომ დიდი ფიზიკოსებიც როცა მიდიან ამ აღმოჩენებზე, ხო? ფაქტობრივად შეუძლებელია მორწმუნე არ იყოს. რატომ? იმიტომ რომ ისინი ხედავენ როგორ მოწესრიგებულია მთელი ეს სამყარო. საოცარი ესე იგი ადრე ცოტა ეხლაც არის, ეხლა მე ვერავის ვერ ვიტყვი და ვაბრალებ რომ არა გინდა თუ არა მორწმუნე იყავი და წამდეს როგორც არ წამს. ნუ ხოთა ათეისტური შეხედულებებზე არის. და ну ძალიან ასე ვთქვათ პირველი თავარი თეორია სამყაროს შექმნისა ეწოდება ეგრეთ წოდებული დიდი აფეთქების თეორიით. დიდი აფეთქება მოხდა ოდესღაც, ну პრაუდობენ ამდენ ну ახლა თითქოს პირობენ 14 მილიარდი წელი, ზოგი ახლა ამბობს 30 მილიარდი წელი. და დიდი აფეთქების შემდეგ კრივი მასალა აფეთქდა, გაიფანტა სამყაროში. მე ეს ნაწილაკები შეწებდნენ ასე შემდეგ და აი დედამიწაც მივიღეთ აი ესეთი აფეთქებისგან შეწებებული ამ ცოტა იმდენად გულუყოლოდ მიმაჩნია მე თვითონ სერიოზულად ამაზე ვერ ვისაუბრებ მაგრამ მოკლედ ისეა თუ ასეა არის თეორია რომ ასე მოხდა მაგრამ თუ ჩვენ მიუდგებით აი ამ სამყაროს შექმნას მე გამოვყავი და თვალს დიდი ამაში ორიგინალობა არ არის სამი მიდგომა სამყაროს შექმნისა ასე შეიძლება ითქვას ერთი ეს ათეისტური დიდი აფეთქების თეორია და სხვა თეორიებიც არის რომელიც ასე ვთქვათ მაგრამ ყველაზე პოპულარული ეს არის ეს ერთი მეორე რელიგიური სამყაროს შექმნა ღმერთმა და არის შეიძლება ითქვას შუალედური რომ ესე იგი რომ ევოლუციური რომელიც მიმდინარეობს ღმერთის კანონებით შუალედური ესე იგი მე პირადად როდესაც ვამბობ სამყაროს შექმნაზე ვსაუბრობთ ამაზე კიდევ ვეცემა საშუალება ვიტყვით მიმაჩნია რომ სამყაროს შექმნა ღმერთმა და რომ განვითარება
სამყაროსი ჯერ ხომ იყო აფეთქება და მე რუსულო სხეული დედამიწა მე ბაქტერიები და ასე შემდეგ ევოლუციური თვითგანვითარებით თითქოს და მიღებულია დღევანდელი აი ეს მრავალფეროვანი შვენიერი სამყარო. მაგრამ არის ხალხი მithlis რომ ეს ღმერთის მიერ არის ეს დაშვებული ევოლუციური განვითარება, ოღონდ არათვით თავისთავად, არამედ ღმერთის მიერ არის. და მესამე აზრით, თქო, რასაც მე ვემხრობი, ეს არის კრეაციული, ანუ შექმნა, კრეაცია შექმნას ნიშნავს, creation და ღმერთის მიერ რელიგიურიც ამას რელიგიური მიდგომა, დღევანდელი რელიგიური მიდგომა, სხვანაირი მე არ მსმენია, მართლმადიდებლობაში განსაკუთრებით არის ღმერთმა შექმნა ადამიანი. და რა ვიცი ევოლუცია, ეს მოგონილია მიზესთა გამო ამაზეც ვიტყვით 2-20 სიტყვას და ასე იმართება ღმერთის მიერ დადგენილი ფიზიკურ, ქიმიური ბუნების კანონებით, ღმერთმა დაადგინა ეს კანონები და ჩვენ ამით ცხოვრობთ დღეს აი ამ კანონებით. ეხლა რა თქმა უნდა სამაზე საუბრობთ, აბა ეს მთელი ეს მეცნიერება რომ ამბობს რომ ევოლუციური მოძღვრება, ევოლუციური განვითარება სკოლებში ასწავლიან, დარვინიდან დაწყებული და პროადრეც რა თქმა უნდა. დიახ. დარვინიდან დაწყებული. აი ეგ მივედით ახლა კრიტიკულ ადგილას. ესე იგი დარვინმა, ეხლა მე მინდა მაინც სანამ დარვინზე თქვათ, რომ ესე იგი დარვინმა ხაიდან დაასკვნა ეს. მისი ცნობილი წიგნია მოგზაურობა ექიმ ბიგზე და მან გალაპაგოსის კუნძულებზე იპოვა სხვადასხვა ქნილებები, რომლებიც დედამიწაზე სხვანაირები არიან და ის სხვანაირები არიან, თევზები და ბრმა თევზები, რომლებიც ცხოვრობენ სიმდენეში და აღარ ჭირდებოდა თვალები და ამიტომ ესე იგი გადაგვარდა. შემდეგ ხოჭოები, რომლებიც ფრთები აქვთ დედამიწაზე, სხვაგან იქ ესე იგი ფრთების გამო ქარი ამათ ადვილად ჩახვეტავდა წყალდის ზღვაში და აქედან ესე იგი ისწავლეს ამათმა და შეეგუენ ვითარებას და გახდნენ ისეთები როგორიც არიან უფთო ხოჭოები თქვათ და ბრმა თევზები და კიდე სხვა და ამაზე ააგო თავისი თეორია. აი ეს არის მთავარი ამბავი. ევოლუციური თვითგანვითარების დროს ცხოველები ეგუებიან. ცხოველები და ყველაფერი და მაგრამ ცხოველებამდე როგორ მოვედით? ხო? პირველი კითხვა ისმის რომ კი მაგრამ ის ცხოველი რო გაჩნდა. სიცოცხლე როგორ გაჩნდა? საიდან გაჩნდა სიცოცხლე? აი ეს კიდევ ხა ცოტა რომ გადავაჭარბოდი კიდაკეთ. მოკლედ, ესე იგი მე მიმაჩნია რომ არის აი ეს სამი გზა. შეიძლება რა თქმა უნდა აუცილებლად. სამი გზა რომ ახსენეთ სამი შეხედულება მეოთხეებმა რა ვქნათ აგნოსტიკოსებმა. აი ეგ არის თქვენ ამბობთ არა დაბნეული ვარ რომ მე ეკლესია რას გულისხმობთ ახლა თქვენ აი ანუ რა ღმერთი არსებობს გულახდილად რო გითხრათ დასაბალი რამოს ჩემთვის ეკლესია და მღვდლები არაფერს ამნიშნავს ხო ძალიან კარგი კაცი კარგი მღვდელი და კი ბატონო აღიარეთ მაგრამ როგორც ასეთი ვირწმუნო მღვდელი და ეკლესია არ არის ჩემთვის გარკვეული წლების შემდეგ მივედი აქამდე მაგრამ აი რაც შეეხება თქვენ რომ ბრძანეთ ყოვლის შემქმნელს ღმერთს აი მის შესახებ არ ვიცი მის შესახებ მე არ მაქვს წარმოქმნა აზრი ფიქრობთ რომ არის თუ არ არის არ ვიცი იმიტომ ვარ აგნოსტიკი კი ბატონო ხო ესე იგი მას თქვენ უფრო ახლო ხართ აი შემთხვევით წარმოქმნაზე სამყაროს და სიცოცხლეს ანუ შემთხვევით გასაგებია ხო მე ახლა მართალი გითხრათ თუმცა მოულოდნელი იყო ეს მე კიდევ დავამატე ტრატესი არ მოსულა მე სტუდენტობის დროს 73 წელში იმ დროს ვიყავი აღდგომაღამეს სამებაში როცა იქ ორგანოს თანამშრომელი არავის არ უშეფდნენ და ეპისკოპოსი პატრიარქი დევდარიანი ამოვიდა და უთხრა რომ მე უდილიდან საღამომდე შვიდობაზე ვქადაგებო და რა მორწმუნეს არ უშეფთო არც იყო მორწმუნე იმიტომ შეშინებული იყო ხალხი სახელთან არ გამოდიოდა იქ არ მოდიოდა ანუ მე ეს გავიარე და აი მივედი აქამდე. ნუ რაც არც ომი იქნება და არც ცუდი ამბები ცხოვრებაში თუ კი ადამიანები იმას ვიტყვით, რასაც ვფიქრობთ. და ერთმანეთს თამაშს არ დავუწყებთ. რასაც ვფიქრობ და რაც გითხარით, ეს ვარ მე დღეს. ხვალე თუ შემეცვლება
ისიც გულწრფელი ვიქნები და იმასაც კი, ბატონო. ეხლა ასე ხო, არა, ეხლა მოდი ჩვენ ესე იგი ეხლა რა მინდა თქვა. აი ეს წიგნებიც შეიძლება ითქვით. ეხლა აი ეს წიგნი ბროშურაა. არის 32 გვერდია, ეს მოკლე ანოტაცია იმ წიგნისა, რომელსაც დიდი ხანია წერ და ვერ დავწერე. ეს არის ჩემი ერთ-ერთი დიდი ცოდვა, ნაკლოვანება, რომ ეს ვერ მოახერხე. შეგაწყვეტი. ჯავახიშვილს ივანეს ცხონებულს, რომლის იუბილეც შეიძლება ჩაატარა ქართულმა ხალხმა. ჰკითხეს დისერტაცია რამდენი გვერდი უნდა იყოსო და მე ახლა შეიძლება შევცდე, რომ ჩემაო მასწავლებელმა გერმანელმა ხარნაკმა აგვარი შეიძლება მეშლება. თავისი ნაშრომი სულ 4 გვერდზე ჩამოაყალიბაო, მაგრამ სოფლიოში ცნობილი მეცნიერი გახდაო. ხო, ნუ ახლა ეს ამ შემთხვევაში არ უხდება ამ თემას, იმიტომ რომ ბიბლია აგერ ამ ხელა წიგნია, ხო და ეს გვეუბნება რაღაცას რა. არა, მე მინდა თქვა რომ ეს ჩანაფიქრი დიდი ხანია მაქვს ეს თავის დროზე და აქ წიგნის გამომცემელი არის, აქ აწერია საქართველოს საპატრიარქოთან არსებული კრეაციული საზოგადოება. ზოგი მეუბნება კრეაციონისტული უნდა იყოს, მაგრამ მე ასე. საზოგადოება არსებობს, ესე იგი გარკვეული რაოდენობის 1-25 კაცი, ძირითადად რომელიც როგორც მე ვიცი, თქვენ ჩაუყარეთ საფუძვლად. ეს ხო 30 წლის წინ დაახლოებით და საქართველოს შეიძლება ითქვას სახელოვანი მეცნიერები, ფიზიკოსები, აი ეხლა არის ეს დოდარ კეკელიძე იყო თესეუს პრორექტორი თავის დროზე, ზურაბ დოცენიძე ზურაბი, ქიმიკოსი, ცოცხალია ბატონო ზურაბ, მოგესალმებით აქედან. ისინი გარდაცვლილი არის ლევან ჭანდურიშვილი, გეოფიზიკოსი, ცნობილი, ახალგანთქმული, შოთა შოშიაშვილი, ფიზიკოსი და სხვაები. ახლა აი აქ ეს არის შრომათა კრებული, რომელიც მეუძღვენით ლევან ჭანდურიშვილი ხსოვნას თავის დროზე, ესე იგი 2006 წელს და აქ არიან მათი ნაშრომები აი ამ წიგნში რო არ გამომჩეს ვინმე, აი ზურაბ დოცენიძე, ნოდარ კეკელიძე, მერაბ ახობაძე, რამაზ გახოკიძე, ამჟამად აკადემიკოსი, რამაზ გახოკიძე ქიმიკოსი. დიახ, რომლებიც თავიანთი ჟოლობდით აი ამ საკითხებზე. და დაახლოებით ახლა ხშირად უკვე ვეღარა ხალხი გარდაიცვალა და უკვე დავამტკიცეთ რა დასამტკიცებელი ქონდა. ანუ რა არის ჩვენი ახლა სამყარო შექმნას დავამტკიცეთ მეთქი ესეთი ცოტა ესეთი გამოთქმა რა. ეგ ფიზიკოსები ვაპატიეთ ბატონო გიორგი. ყველა მორწმუნე იყო? არის? მაგას ვერ ვიტყვი, მაგრამ სავარაუდოდ ახლა თქვენ შეიძლება თქვენ სავით ამბობთ რომ აი შეიძლება არ იყვნენ ეკლესიური, მაგრამ და ესე იგი აღზიარება და აღსარება და ეს საკითხები მე პირადად ახლა ვერა ვარ კარგი მორწმუნე, თუმცა ზიარები აღსარებას ვაბარებ და ნუ ეკლესიაში დავდივარ ხოლმე და იქ ვნახულობ გარკვეულწილად შვებას ჩემი რთული პრობლემების გადალახვის მიზნით. ეს თორე რთული საკითხია. მე მორწმუნეობას ამ შემთხვევაში ახლა ნახეთ რა არის. როგორ უნდა დავამტკიცოთ რომ სამყარო შექმნა ღმერთმა? ზოგადად მეცნიერებაში გვაქვს რა? არის თეორია და ფაქტი. თეორია ჩამოაყალიბა თეორიული ფიზიკა, ხო? ცნობილი ფიზიკოსები და ასე შემდეგ. აყალიბებენ და მე იმისი ახსნა უნდათ, ხო? მაგრამ კი ბატონო, ახსნა თეორიულად, მაგრამ მართლა ასეა? და ფაქტით ადასტურებენ ამას. ანუ ჰიპოთეზა ზოგადად თეორია სანამ არ გახდება ჭეშმარიტებად, მანამდე არის ჰიპოთეზა. და ამ ჰიპოთეზას ადასტურებს ფაქტი. მაგალითად ვამბობთ, რომ აი წყალს აქვს სამი მდგომარეობა: მყარი, თხევადი და აიროვანი, ხო? რა ვადუღებთ წყალს, გახდება ორთქლი, გახდება აიროვანი, თუ გავყინავთ, შავაციას გაყინავთ. ეს ფაქტია უკვე და ეს ჭეშმარიტება არის. ეხლა ჩვენ სამყაროს შექმნის ფაქტს ხელახლა ვერ შევქმნით სამყაროს, ხო? ამიტომ ავირჩით ასეთი მეთოდი. მათემატიკაში კარგად ცნობილი უარყოფის კანონი. ანუ შემომაქვს ესეთი მეთოდი, რა აუცილებელი და საკმარისი პირობები უნდა იყოს იმისათვის, რომ
სამყარო არ იყო შექმნილი ასპირიკით. ანუ მე ვამბობ რომ ევოლუცია არის მცდარი თეორია, ისეთ ჰიპოთეზა მცდარი თეორია და თუ ევოლუცია ჩვენ ხოთქვით რომ სამი მეთოდი, სამი ასე იგი გზა არსებობს სამყარო შექმნისა რა, რელიგიური, ანუ კრეაციული, ევოლუციური ეს უკიდურესობა რომ ევოლუციური ისე საპირისპირო საპირისპირო და შუალედური ღმერთის მიერ დაშვებული ევოლუციური გზით. ეხლა მე მინდა თქვა რომ კი ბატონო სამყაროს შექმნას ვერ გავიმეორებ, ამ ჰიპოთეზას მე ვერ დავამტკიცებ, რომ უტყუარი იყოს. იმიტომ უნდა გაიმეოროთ და ცოტა ესე საცილო ძლიერს და კომიკური სახე შეიძლება მივიღო რომ ესე თქვა რომ ეს. მაგრამ მე ხო თუ შევძელი რომ უარყო ევოლუციური მოზღვრება იმ მეთოდებით. მაშინ მან ევოლუციური თუ არ არის მაშინ რა დარჩა? თუ ევოლუციური გზით არ გავითარდა, ნუ შეიძლება თქვა კი სხვა მეთოდებიც არის, იქ რაღაცა სხვანაირი, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ყველანი მივდივართ ევოლუციონისტები, რომ თავიდან იყო ესე ვთქვათ ეს ქაოსი, მერე შეწებდა, მერე გაჩნდა სიცოცხლე, მერე იყო ჯერ ბაქტერია, მერე ბაქტერია გარდაიქმნა უფრო რთულ ორგანიზმად, მერე გახდნენ უხერხემლო არსებები, მერე უხერხემლო გახდა ხერხემლიანი, მერე გახდა თევზები, მერე თევზები ამოვიდნენ ხმელეთზე, გახდნენ ცხოველები, მერე შენი ფრთები მოიბეს და გახდნენ ჩიტები და ასე შემდეგ. ეს გზა არის ევოლუციური გზა. ცოტა უხეშა და მაგრამ ესე არის. ხო და მე ვამბობ რომ და ვამბობ და არა მარტო მე ხო ახლა მე ვიმეორებ ესეთი ჩემი ფილოსოფი კოლეგები და საერთოდ ფიზიკოსების აზრს, დიდი ფიზიკოსების აზრს რომ კი მაგრამ თუ ეს გადასვლა ხდებოდა ხო და გარკვეულ დრომდე ახლა თქვენ რასაც ვაკვირდებით სამყარო ვაკვირდება ალბათ ესე იგი რომ თქვათ ახლა 7-8000 10000 წელი სამყარო შექმნის ბიბლიური ასაკი ხო ამ დაკვირვების პერიოდში არავითარი განვითარება არ ყოფილა რადიკალური არ ყოფილა არაფერი არ რადიკალური არ არადიკალური ცხენია ძაღლია ბაქტერია და ყველაფერი არაფერი არ შეცვლილა ანუ ისე გზაუბრდები თავს სიტყვას რომ თუ კი მე დავამტკიცე რომ ევოლუცია არის მცდარი მოზღვრება მაშინ ჩვენ გვჭება ის რაც არის რელიგიური თუ ახლა თქვენ კიდე ვიტყვით რომ არა სხვა რამეც არის ну კი ბატონო ხო ამ შემთხვევაში ევოლუციური მოზღვრება გაბატონებულია და 18 საუკუნიდან ეს არის და თავარი და ფოტოშორის ძალიან ხელი შეუწყო ამ ევოლუციურ მოზღვრებამ აი სოციალურ დარვინიზმს, ომებს და ომები მანამდეც იყო, მაგრამ აი რასისტულ თეორიებს ევოლუციამ შეუწყო ხელი. რასიზმი სწორედ პირშოა ევოლუციონიზმისა. იმიტომ რომ არის მაღალი რასა, დაბალი რასა და სხვა. ეხლა მას როგორ ვარყოთ ევოლუციური მოზღვრება? ვაყენებ საკითხს. ევოლუციური მოზღვრება რომ მართალი იყოს, საჭიროა აუცილებელი და საკმარისი პირობები, გარკვეული. როგორც მათემატიკაში არის ხოლმე რა და სხვა რაღაც. რა აუცილებელი პირობა პირველი რომ ევოლუცია იყოს შესაძლებელი. სამყაროს შექმნის მრავალ მილიარდწლიანი პერიოდი. თუ სამყარო არსებობს 10000 წელი, 100000 მილიონი წელი და ასე შემდეგ, ვთქვათ, ხომ შეუძლებელია ის გარდაქმნები მომხდარიყო ბაქტერიიდან ადამიანამდე. ხო, უცებ ხარდება რა. ესე იგი ეს წლები დაჭირდა ამიტომ უნდა მილიარდობით წლები. მილიარდობით წლები სამყაროს ასაკისა არის ევოლუციის სასიცოცხლო გარემო. სწორედ ევოლუციური განვითარება შესაძლებელი რომ იყოს, აუცილებელია მრავალ მილიარდ წლიანი ასაკი. ეს ერთი. ეთახმებით ამაში. როგორც ახალ მეცნიერი, როგორც ესეთი ანალიტიკური უნარების გონი. ანუ შეიძლება ახლა გულში ფიქრობ კიდე რამე სხვა არის, მაგრამ ეს უაჭველია, რომ არა მრავალ მილიარდ წლიანი იდეა, თეორია, ევოლუცია ვერ მოხდებოდა. ადამიანს ხო ჭირდება რომ გაიზარდოს გარკვეულ ბავშვი 9 თვე უნდა მომწიფდეს ხო, ასე ერთ თვეში
ხო გაჩნდება ერთი კარგი ფილმი იყო წელიწადის 9 დღე შეიძლება ნანახი ქონდეთ ექსპანტონოვსკი თამაშობდა და დიდი მსახიობები და იქ ლაპარაკობენ რომ ბატონ რაღაცეებზია რომ კი მაგრამო აიო შენ რო 9 ქალი მოგცენო ერთ თვეში გააჩენო ბავშვო ერთ ქალი 9 თვეში დება 9 ხა ისეთი რამე გამოდის ხო 9 თვე მაინც 9 თვე უნდა ხო ასე ევოლუციურ განვითარებას ევოლუციურ მოზღვრებას რომ იყოს ასეთ მართებული აუცილებლად ჭირდება მრავალი მილიარდი წელი და იქ აი ხო ჯერ უდაბნო მერე გასდა წყალი მერე ის ბაქტერია და ასე შემდეგ რაც ხარ მოგახსენე ეს ერთი გარდა მაგისა კიდე აუცილებელი პირობა არის ну შეიძლება იყოს ესე იგი ის კანონები ბუნების კანონები რომელმაც შეძლო ყოფილიყო ევოლუციური განვითარება დღესაც უნდა მოქმედებდეს ესე იგი სხვადასხვა გამოდის რომ არსებობდა რაღაც კანონები თავისთავად ბუნების კანონები ბუნება როგორც არის მოწყობილი ეს განვითარება მოხდა მიველით ახლა სრულყოფილი რაღაც მექანიზმამდე და მორჩა კანონები გაქრა ესე იგი ბუნების კანონები უნდა იძლეოდეს იმის შესაძლებლობას რომ ეს ევოლუცია ჩვენ ესე იგი დავაკვირდეთ და დახვდეთ თანაპარაკი ერაზე ხა ისეთ რომ და განვასხვაოთ ახლა შეიძლება თავიდან დამეთქვა მიკროევოლუცია და მაკროევოლუცია მაკროევოლუცია ნიშნავს რას რომ ორგანიზმს ზოგადად სოფლიოში სამყაროში შეუძლია თავისთავად თვითონ მოახდინოს აღმასვლადი განვითარება ანუ მისი აგებულობა გახადოს უფრო რთული, უფრო სრულყოფილი და თავისთავად ყოველგვარი ჩარევის გარეშე. ხოლო მიკროევოლუცია ახლა შეიძლება რომ რაღაცა მედიკამენტი შევიმუშავეთ, რომელიც დავთესა და მერე სხვა რაღაცა გახდა. ანუ ჩვენ ჩავერიეთ, გონებით ჩავერიეთ რაღაცა მოქმედებაში და აი მაგალითად ძაღლების ჯიშები. ხო, უამრავი ჯიშია, რომელიც შეიძლება თქვა რომ აი არის ერთ კვადრაზე მეუნებოდენ ახლა აგრესიული მოწინააღმდეგეები რომ ევოლუციის შეუძლებლობა ესე იგი თუ კი ორგანიზმი შეჯვარება ხდება სხვა ორგანიზმთან და მიქნება შთამომავლობა ხო ეს არის ევოლუციის მაჩვენებელი ხო და მაგრამ თუ ეს ვერ ხდება ესე იგი ამიტომ ვითარდება და ესე ძაღლები ასე არის რომ აი ბატონო ჩემო მივიღეთ პატარა დიდი და სხვადასხვა ცხოველები მაგრამ იმ დიდ ძაღლს პატარა დაფა შეჯვარება არ შეუძლია ის ვერ შექმნით თუ ჩვენ ჩავერევით ეს პროსელექცია არის სელექცია გამოყვანა მცენარეების ჯიშების ცხოველების ჯიშების ხოთაშორის სელექციური ჯიშია ჯორი შემთხვევით შეიქმნა ვირუსი მაგრამ ჯორი ვერ მრავლდება ჯორების გამრავლება არ ხდება ანუ თუ ჩიხური სიხია უკვე ეს გასაგები ხო ეს ხო ანუ სხვა ხო ვერ გადავახდეთ ესე იგი მეორე პირობა არის რომ ბუნების კანონები აუცილებელი პირობა რომელიც ამჟამად არ არსებობს ამისთანა კანონს თქვენ ვერ მაჩვენებთ ვერ მეტყვით ვერ არ არსებობს რომელიც გვეტყვის რომ შესაძლებელია აი კანონით რაღა ბუნების კანონით რომ მოხდეს თუნდაც ესე იგი სახეობათა შეჯვარება და რაღაცის მიღება და მეორე რომ შეუძლია ორგანიზმს თავისით განვითარება, აღმართავდა განვითარება. ეს მეორე აუცილებელი წესი. და მესამე საკმარისი პირობები, ესე იგი აუცილებელი და საკმარისი პირობები. საკმარისი პირობები რა უნდა იყოს? უნდა გქონდეს უამრავი დამადასტურებელი ფაქტი ევოლუციური განვითარების. ანუ ცხოველები, რომლებიც არიან ნახევრად თევზი, ნახევრად ცხოველი, ნახევრად ფრინველი, გარდამავალი ფორმები, რომლებიც იყვნენ პატარა გარდამავალი. ეხლა გვეტყვია რომ არის მაგალითად არქეოპტერიქსი სკოლაში გისწავლია ბიოლოგიაში და ეს არის ესე იგი ხერხემლიანი, ესეც არის ხვლიკიც არის და ფრინველიც არის. და ეს არის მოზაიკური ფორმა. ასეთებია იხლის კარტა, მაჩვს ღარბი. ხო, ესე იგი რომლებიც მოზაიკური ფორმაა, მაგრამ ის არ ვითარდება ის რაც არის დარჩენილია ისეთივე ხელუხლებელი მოზაიკური ფორმა გარკვეულად შექმნილი. ესე იგი ეს ორი პირობა უნდა იყოს შესრულებული. ეხლა დავიწყოთ თავიდან.
თუ ჩვენ თქვით, ვაჩვენეთ, რომ სამყარო არ არის მრავალი მილიარდი წლის. მაშინ შეუძლებელი იქნებოდა ეხლა როგორ ამბობენ ისეთ აი მოდის რაღაც სიგნალები ხაუდეს საკოსმოსიდან და ეხლა რომ მოვიდა ეს სიგნალი დღეს ის სამყარო ის დაშორებულია 2 მილიარდი სინათლის წლით და ესე იგი ეს ასე იყო და თან რატო ხო დიდი აფეთქების თეორია და ესე იგი შეიქმნა რა საიდან წამოიჭრა ეს თეორია წინა საუკუნეში და 1920 წელს თუ არ შემეშალოს ჰაბლმა აღმოაჩინა რომ ეს გალაქტიკები ერთმანეთს შორდება. ვინ აღმოაჩინა? ჰაბლის მუდმივარი ასეთი. ჰაბლი ფიზიკოსი რომელმაც აღმოაჩინა რომ და წითელი დანაცვლება რომ ეს გალაქტიკები ერთმანეთს შორდება და შორდება. თან აჩქარებით შორდება. უფრო რაც უფრო შორს არის გალაქტიკა და თქვა სციური სხეულები კიდევ უფრო ჩქარა შორდებიან ერთმანეთს ამის დაკვირვება ხა ძალიან იოლია დღევანდელი ეს დაახლოებით 100 წელია ხო ცოტა მეტი ესე იგი და რა კი ესენი შორდებიან ეხლა ნახეთ რა გამოდის მაშასადამე ისინი ადრე თუ უკან გავიხედავთ ესე იგი იყვნენ ერთად აფეთქების შედეგად შორდებიან ეს რა ლოგიკაა მე მიგვირს კიდევ ზახა სერიოზული ფიზიკოსი ამას როგორ ამტკიცებს ხა დაფაზრო დავხესოთ ჩვენ რომ ავიღოთ მრუდი წირი ავიღოთ ერთი მონაკვეთი აქ ეს მრუდი ხომ სწორია ესე იგი ასე იქნება იქით და ასე იქნება წარსულშიც გესმით ესე იგი ჩვენ ვიღებთ რაღაცა 100 წლიან მონაკვეთს გარკვეული ლოგიკა არის შეუძლებ ესე იგი 100 ხა დაფაზეთ და ეხლა ჩვენ ტელევიზიას ეს არ გვაქვს რომ გავუშვათ რაღაცა ფილმი მე გავუშვათ ესე იგი ნახეთ რა არის შემიძლია მოგაწოდოთ ფილმები და ესენი გავუშვათ. მე საგექნებათ დრო და ძალიან ხوار გაგვექცა დრო. უკვე ხوار საათი გავიდა. ესე იგი, ნახეთ რა გამოდის. ესე იგი ჩვენ გვაქვს 100 წლიანი მონაკვეთი და ნამდვილად ამ 100 წლის განმავლობაში გალაქტიკები ფართოვდება, სამყარო ფართოვდება და ეს გალაქტიკები აჩქარებით შორდებიან ერთმანეთს. აი ახლა ბოლო პერიოდში და აშაშემ თუ კი ასე არისო ადრეს ფართოვდებოდნენ და ბოლო აი ამას ლესიუდრის ვეტეც გამოვთვლით ხო გზის ფორმულას ჩავთვალოთ და თუ კი ახლა არის ამხელა მანძილი შეჩქარი ასეთია და გამოვითვლით იმ დროს და უდრის სასაცილო ამას ახლა სკოლის რომ თურმე 14 მილიარდი წელი გასულა იმ ერთი წერტილიდან ამას საიდან ფართოვდება დღეს ეს ხო ხოთები ახლა სული ბოდიში მაპატიორ დიდმა აღნიშნა ეს ისულელი აბსოლუტურად მით უმეტეს რომ დღეს ბოდიში ახლა ეს ცოტა გადავაჭარბე ეს ისულელი არ უნდა მეთქვა დღეს ახლა როგორი აზრი წამოიჭრა სამყარო ციკლურად ვითარდება ფართოვდება ეკუმშება ფართოვდება ეკუმშება სხვა იდეა სხვა ჰიპოთეზა ახლა ჩვენ ვერ მოვესწრებით ალბათ იქაც რომ დაიწყებს სამყარო შეკუმშვას და გაგვისკდება გული რომ ისევ ერთ-ერთი ლამდე დავაოდეს ხო ბატონო გიორგი დიახ ხანდახან ხوار გაკრავთ ხოლმე ეჭვების შესახებ რომ ეს ყველაფერი რაც არ მტკიცდება რწმენის საქმეა რწმენის სფეროა ახლა რწმენე ახლა ცოტა ისეთი მომენტია მე მაგალითად რაც ფიზიკას შორდება და რისი დამტკიცებაც არ შეიძლება ანუ რაც რწმენის სფეროა ცოტა როგორ გითხრათ ესეთი არა ჩვენ ახლა ჩვენ მე ხო მე რატო ვთქვი რომ ეს თავიდან კრეაციული ანუ ხომ არ დაგვიტოვა რა ვთქვა ღმერთმა თუ ბუნებამ თუ რაღაცა საკითხები რომლებზეც პასუხებს ჩვენ ვერასდროს ვერ ალბათ რა თქმა უნდა ის ჩვენ ახლა ისეთი აზრები მომდის ხოლმე რომ გრეხელურს არ დავარქვე მაგრამ თავისუფალი აზრები ხო რაღაცა ისეთი რომ მაგალითად რატო შექმნა ადამიანი ღმერთმა ბოლო და საერთოდ ეს ყველაფერი და არის ხოლმე ეგეთი კომკავშირული კითხვა რომ თუ ღმერთი ყოვლი შემძლიაო შეუძლია შექმნას ქვა რომელსაც ვერ აწევს ნუ თქოს იგი ყოვლი შემთხვევაში აყოფხობასაგები ნუ ახლა ეს დემაგოგიურისა
ისე ხო და ჩვენი ეს მსჯელობა ხლა რაღაც თქვი რომ აუცილებელი და საკმარისი პირობები ეს არის ათეისტებისადმი მორწმუნე ადამიანს ეს არ ჭირდება არაფერში იმას წამს და იცის და წმინდა მამებია და ბიბლიაა და სახარება ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა და ყველაფერი წერია იქ როგორ არის რა არის და საკმარისია სრულიად ახლა გამოვიდა 25 ტომი იყო ბიბლიის განმარტებითი ბიბლია განმარტებებით 25 ტომი და იქ ყველაფერი არის განმარტებული ხო და ქართულად არის სხვათა შორის ცოტა რამდენიმე ხნისაა დამსრულდა ეს გამოცემა ესე იგი ნახეთ რა არის ანუ წმინდა მამების სიგნებია თანამედროვე ძველები ყველაფერი და იმას არ შეჭირდება ახლა ეს კრეაციული მოძღვრება ეს მოძღვრება კრეაციული სწავლება კრეაციული მიდგომები ჭირდება ათეისტურად მოაზროვნე ხალხს მათ ენაზე ვსაუბრობ ახლა მე ფიზიკის ენაზე ვთქვათ ქიმიის ენაზე ასტრონომიის ენაზე და კი ბატონო მე ხა შემეძლია მოვიყვანო დიდი მეცნიერების გამოთქმის ახლა ჰაიზენბერგი რო ახსენე ხო მაგრამ მე რაღაც მინდა რომ ვთქვა ავტორიტეტს კი არ ვეყრდნობი იმან ახლა თქვა ასეა შეიძლება შეცდა მე ვამბობ ისეთ რაღაცას რასაც თქვენ ყველანი ადვილად შეამოწმებთ ყველანი რომ და ახალაც რაღაც დავიწყე საუბარი და შეიძლება ისინი ვისაც ღმერთის მიერ დაშვებული ევოლუციური სწამს შუალედური ხო ისიც დაეჭდება იმიტომ რომ ღმერთის კი შეეძლო ასეთი გზაენება ევოლუციური მაგრამ რომ არ არის ევოლუციის ფაქტები არ არის და რა გითხარით ესე იგი ახლა სამყაროს ასაგდოთ თქვა ბუდი არ დავამთავრებ როგორ გავიგოთ რამდენი ასაკის ნათქვამი რო არის ესე იგი როცა 10000 წელი არის ბიბლიური გამოთვლილი საქმე ის არის რომ სწორედ იმ 10000 წლიდან იწყება ცივილიზაცია ესე იგი ფაქტობრივად ყველა უცებ არსაიდან ჩდება ცივილიზაცია და ეს აქედან მათ უნდა ჩავდივართ მაგრამ მაინც ეხლა ახეთ რა არის მოდით ნახოთ ახლა ესეთი მაგალითი ჩემი აზრით უარმოყოფელი სამყაროს მრავალ მილიარდი წლიანი ასაკისა რომელიც შეცდომა რომ მრავალი მილიარდი დაუშვა NASA-მ ესე იგი რომლებიც აგზავნის აპარატებს სოფლიოში ხო ამერიკა და რა შეცდომა დაუშვეს 1965 წელს ახლა შეიძლება არ მახსოვდეს ზუსტად პირველი აპარატი დაეშვა მთვარეზე ამერიკელებმა გააგზავნეს და იმ აპარატს ერქვა ექსპლორერი პირველი იყო მკვლევარი ფოტოჟურნალის კვლევით მეთოდებშიც ესე არის ექსპლორატორი ანუ პირველი აპარატი რომელიც დაეშვა მთვარეზე ეხლა მთვარეს ამბობენ რომ დედამიწის ასაკის არის დედამიწიდან აი წყნარ ოკეანეში რომ ჩავსვა მთვარე დაიკავებს იმ ადგილს მოცულობით და მოწყვეტილია დედამიწას და სავარაუდოა რომ დედამიწის თანამგზავრი არის იგივე ასაკის როგორიცაც არის მთვარე ასაკი ერთნაირი უნდა იყოს და დაახლოებით 4.5 მილიარდს ვარაუდობენ 4.5 ესეთი შეთანხმება არსებობს ფიზიკოსებში კი ბატონო თუ 4.5 მილიარდი ასაკის არის მთვარე მაშინ მასზე უნდა იყოს კოსმოსიდან მომავალი ტვრის დანალექი მთვარეზე ქარი არ არის არაფერი არ არის და ტვერი ქარს ვერ წაიღებს დედამიწაზე დატო არ არის ატმოსფეროა აკავებს ამ ტვერს და ჩვენ ესე იგი სუფთა ჰაერი გოდა ასე შემდეგ იქ ეს არ არის პირდაპირ მოდის და იქ უნდა ილექებოდეს და აი NASA-მ რო გააგზავნა ეს აპარატი მთვარეზე შიშ ითვლიდა ნუ დაახლოებით გამოთვლილია რამდენი მოდის წელიწადში და რაოდენობის ტვერის სქემას უნდა ყოფილიყო და 4.5 მილიარდი წლის განმავლობაში უნდა ყოფილიყო 18 მეტრი და ეს არითმეტიკაა ხო თუ მოდის ამდენი ნალექებს თან გარიშობ და ყველაფერი ხო და აი ამ აპარატს გაუკეთეს დიდი თათები რომ დაეშვებოდა არ ჩაფლულიყო ანუ არ იცოდნენ მოელოდნენ რომ ეგ გვერი იქნებოდა პირველად მიდიოდებ თვარეზე ხედავე კი ბატონო მაგრამ იქ გვერი არ არის მტვერი რა ვიცით პირველი შარი რა ეხლა ნახეთ რა ხდება
და ერთმა კოლეგამ მოსწრებულად გვა და მთელი ეს მეცნიერება ჩაეფლო მტვერში. იმიტომ რომ დაეშვა ეს აპარატი, მტვერი იყო 2-3 მმ სისქის. იქნება ეს მტვერი მყარული ურთიერთობად იქცა ამხრის მაწილზე. ხო, ბატონო, ხა ჰიპოთეზებია, მაგრამ ის ხალხი, ვინც ნასაზე ამას ამბობდა, ისინი რა ჩვენზე ნაკლებად არ იყვნენ ალბათ. და არ არიან. ხო, გენიოსები არიან, ხა იქ მუშაობთ ყველაფერი იციან და ტექნიკა და აპარატურა. ისეთ გაასხივეს, მოკლედ. იგივე კი ბატონო, შეიძლება ახლა მტვერი ზევს და ისა. ეხლა წერენ რომ არა, იცით რა შეიძლება სხვა რაოდენობის მოდიოდაო. ეგრეთ შეიძლება. მართალია. როგორც ეგან თქვით, ჰაბლის მოდმივა რომ 100 წელი გაზომა და დანარჩენიც ასე უნდა იყოს, ესეც კი ბატონო, ეხლა მოდის თქვა 10 ტონა მტვერი წელში და ადრე შეიძლება ამდენი არის, რატო არ დამოსულიყო მაგდენი ადრე? თუთმეტესებს ფართოვდება ეს galaktikები ერთად დაწასულა, ესენი არის და მტვერი მოდის და მოდის. თუმცა კი ბატონო, თქვენი შეკითხვა, ასე თქვა დაჭვი ზომართლიანია. კარგით. ახლა მეორე საკითხი. მთვარეზე როგორ არის, იგი ცოტა მზიანათებს სითბოა. და მზის მეორე მხარეს ყინვაა, მინუს ბონი ვართ რაღაც. მინუსებია, მაშინელი ყინვაა. 200 გრადუსი არ ვიცი ხა ზუსტად. ანუ, ეხლა ნახერათება ეს მთვარე ხომ დედამიწაც ხო არის ამ ზაფხულში და ასე შემდეგ ამეგრილად. რახანი ცარიელია და არაფერი არ აკეთებს, ამიტომ დიდი სიცივეებია. და აღმოაჩინეს იქ დაატოვეს გარკვეული აპარატურა და აღმოაჩინეს რომ მთვარეზე არის ისეთივე მოვლენები როგორც არის მიწის ზვრა. ანუ მთვარის ზვრა დავარქვათ. ესე იგი რატომ არის მთვარის ზვრა? იმიტომ რომ თავიდან ხო ცხელი იყო ეს ყველაფერი, შეიქმნა. ცხელი ბირთვი, დედამიწაში ხო არის ცხელი ბირთვი. და ის იწვევს ამ და ძალიან ხო, ყველაფერს ხო? ოდესმეებად გაცივდება. მაგრამ იმის გამო ატმოსფერო აქვს, ამის გამო ესე იგი 80-ზე ნაკლებია დედამიწაზე მთვარე მოცულობით. და ესე იგი ამ ხნის განმავლობაში 4.5 მილიარდი წლის განმავლობაში ის სრულად გაყინული სხეული უნდა ყოფილიყო. გესმით? ესე იგი არავითარი მთვარის ძვრები არ უნდა იყოს და არა არის მაგნიტური გამოსხივება აქვს და კიდე სხვა. ეხლა ის დახენ არა სხვა მოკლედ ეს ერთ-ერთი მაგალითი მე ჩემი ანუ მთვარის გული ცხელია, როგორც დედა. ცხელია, ერთ-ერთი. 80-ზე მცირეა, 4.5 მილიარდი და ატმოსფერო არ აქვს. და სულ იყინება. გაიყინა, ახლა 20-ზე თქვენ ხო გინახავთ 20 მზეზე რო დავდგებით, კია სიცხე, მაგრამ ეს სიცხე ზოგადად ისეთი ვერ არის რომ გაალღოს ყველაფერი ხელახლა ჩაიყვანოს ბოლომდე. ხო გაიყინა მთლიანად ამ მოძრაობაში. მოკლედ, მთვარის ძვრები ისევ არის. ესეც ერთ-ერთი ნიმუში იმისა, რომ შეუძლებელია ასე იგი ამდენი ხანი იყოს, თუმცა ახლა მეორე კითხვა, შემდეგი. კი, მაგრამ დათარიღების მეთოდები რომ არსებობს ქანების და მილიარდობით. ეხლა ეს დათარიღების მეთოდები სხვადასხვა მეთოდი არსებობს. თუ ესაკი აქტუალურია შეკითხვა ამ თემაზე დაკავშირებით, თუ შეიძლება მე კიდე მინდოდა ეს შეკითხვა არ გაწყვეტიდებდი. დიახ. აი ბოლო ხანებში ტექნოლოგიის ესე განვითარება დავტოვეთ დედამიწაზე, გავედით ატმოსფეროში მთვარეს და ის რამე შეცვალა არც წმენასთან დამოკიდებად. ვერაფერს, აბსოლუტურად. ბატონო ამბროსი. არა, მე არ ვიცახი პირიქით თუ ხო გეუბნებით ახლა ის მაი დიდი ფიზიკოსები მეცნიერები, ვინცაც არ ეშინია გაბატონებული იმის. რა თქმა უნდა, მერტეს მიერ არის ეს მე თოჩოლის ფილოსოფოსების ახლა ნახეთ როგორ არის. ეს სამყარო არის ხოთოში კანტი იყო აგნოსტიკოსი და მოვდნენ რომ მაგრამ ის რაც არის როგორ თქვა აი დედამიწის ბრუნვაც უნდაც მზის გარშემო ოდნავ მეტი გადახრა რო ქონოდა ან ნაკლები ოდნავ მეტი სიჩქარე ან ნაკლები არაფერი არ იქნებოდა დედამიწაზე ანუ ყველაფერი არის მოწესრიგებული უზუსტესად რომელმაც შექმნა სამყაროზე სიცოცხლის შესაძლებლობა ისეთნაირად არის ეს ნუ თქვათ ნიუტონი უდიდესი
მათემატიკოსი პირველ რიგში, ფიზიკოსი, ფიზიკაში ვისი სამი კანონი ვისწავლეთ ხო, მაგრამ ესე იგი ის ამბობდა მოსაზრება ქონდა, რომ ღმერთმა დაქოქა საათი და მიუშვა და ნუ ეხლა მე სხვა საკითხების არის. ახლა ისე მინდა ისე ავტორიტეტების მოშველება არ მინდა ამ ჯერზე. თუ ჩვენ მე გვექნება სურვილი შეიძლება კიდე ან თუ შეგვიძლია ვინმე თუ მოგწერს ამ შეგვეკითხება რაღაცას გავაგზავნოთ თუ იქნება სურვილი. ეხლა ნახეთ რა არის. მასშტაბი ყველაფერი ის და ამიტომ ყველა ფიზიკოსი მიდის დასკვნამდე რომ ეს მართლაც სრულყოფილი მოქმედი მექანიზმია რომელიც ბერგენდე პლატონი და არისტოტელეც ავაზე ფიქრობდნენ ნუ გენიოსები ხო მაგრამ ეხლა გითხარით რომ არ მინდა მეთქი ესე იგი პირველი თქვით რომ სამყაროს ასაკი საერთოა ყოველ შემთხვევაში ხო თუ არის გამ მეორე ესე იგი აი ამასთან დაკავშირებით ბუნების კანონები ახლა ბუნების კანონები ნახოთ რომელი რა ბუნების კანონი გვაძლევს შესაძლებლობას იმისა რომ აი თქვათ დავდოთ რაღაც აი მაგ ხორცენთან ჭერიო დავდოთ ხო თუ ეს ხორცენთან ჭერი დავტოვებთ ესე მე გავჩნდება მატლები და მოდიან და ისა ხო და ეს ფუჭდება რა ბუნებრივად იმიტომ რომ ეს ჰაერია და ჰაერში სიცოცხლის წყაროებია და ეს იქნება აი ბაქტერია ბუჩდება და მაგრამ მეც უკვე არსებობს თუ არაფერი არ არსებობს ხო ზოგადად არაფერი არ არსებობდა ნუ შეიძლება ახლა ეს ანუ რა კანონებმა უნდა მოგცეს საშუალება ერთი ექსპერიმენტი ჩაატარეს რომ ამინომჟავები როგორ მივიღოთ და მრავალი ექსპერიმენტი ჩაატარა ბოლო მიიღეს ის ამინომჟავები რომელიც სიცოცხლეს ქმნის აიო მივიღე ამინო ეს გონება მიიღო ეს ამინომჟავები და თავისით ხო არ წარმოქმნილა თავისით რომ ესე იგი იყოს რაღაცა და მიწა მაგალითად თუ ჩვარს დავაგდებ თუ ჭყიან ჩვარს კუთხეში მე რე გაუჩნდება რაღაცა მწერები მაგრამ ის სიცოცხლე თავისთავად უკვე იყო არსებობდა ხო ბატონო გიორგი რა გამახსენეთ აი ხორცი რომ თქვით და იცი ერთხელ მე მარტო ცხოვრობდი და დამრჩა ხაჭო რამდენიმე კვირით თუ ერთი თუ ორი კვირით სადღაც წავედი რო დავოლოდი ხაჭო აღარ იყო და იყო თეთრი ჭიები, თეთრი უთეთრესის პეტაკი ჭიები. ხო, გააჩნდა. საიდან, როგორ? ხო და აი ეხლა მოდით ეს თქვენ ბედნიერი კაცი ხართ, იმიტომ რომ პასუხები გააქვთ. მე დაბნეული ვარ, არ ვიცი ეს ყველაფერი როგორ აქვს. არა, ეხლა ხო გონდა თქვენ ეკონომისტი ბრძანდებით და ეკონომიკური კანონები იცით კარგად და ის და ამას ადამიანები ქმნიან და ასე შემდეგ და ბუნებრივიც არის შეიძლება. ხო, მაგრამ ეს საკითხები ისეთია, რომ ეკონომისტსაც უნდა აინტერესებდეს, ფილოლოგსაც და ყველას. ხო, ნუ თავი ზოგადი საკითხი. ეხლა ნახეთ რა. ეხლა სიცოცხლის შექმნას. არის ორი მიდგომა, ბიოგენეზი და აბიოგენეზი. ანუ სიცოცხლე რო შეიქმნას, ჭირდება ორი ცოცხალი ორგანიზმი. კაცი და ქალი და კაცის ბავშვი. ზოგადად. და აბიოგენეზი ამბობს, რომ არაფერი თავში ჩდება. და ახლა აქ შემოდის ერთი დიდი გენიოსი ასევე პასტერი, ლუი პასტერი. რომელიც დასაჯეს რევოლუციის შემდეგ. ხო, ნუ ახლა დასაჯეს არ მახსოვს მართალი გითხრათ. მართალი ხეთ ვერ ვიტყვი. შემდეგ შეგაწყდა. რა მიფიქრია მაგას ადომაც. ხო. ლუი პასტერი ახლა პასტერის ინსტიტუტი და პასტერის ქუჩა გვაქვს და პასტერიზაცია და ესე იგი დაახლოებით 1800 ნაპოლეონის შემდეგ ხო 64 წელი 64 ნაპოლეონი მესამეა საფრანგეთის იმპერატორი. ეს კიდევ სხვა თემაა საერთოდ ნაპოლეონის ამბები. და ფრანგულმა ღვინომ საექსპორტო პოტენციალი დაიწყო გაფუჭება. რაშია საქმე? აი გურულები იტყვიან გალდებაო, გალა კონცერტი ძახიან, დიდი კონცერტი და მე გუგლს მე გალა ნიშნავს უგემოს და რაღაცა გაფუჭებს გალა, გემო რო არა აქვს. და ეს ღვინო ფუჭდება, რაღაც შიგნით სოკოები გაჩნდა, რაღაცები და არ დაილევა. ნუ თავარი საექსპორტო პოტენციალი ჯერ კიდევ მაშინ ფრანგული ღვინო. გვაქვს კიდევ ხო ცოტა გვაქვს ხო და თუ არა? ცოტა. ხო და გეტყვი და მოკლედ. დაავალა ნაპოლეონ მესამემ პასტერს ეს საკითხი გადაეწევა და 2 წელი იკვლევდა. და ბოლოს მიაკვლია მეთოდს, რომ ღვინოს ასხამდა ბოთლში ჰაერთან შეხების გარეშე. და იქ ჩასმული ღვინო აღარ ფუჭდებოდა.
და ასე ითვლება რომ პასტერი გახდა მორწმუნე. იმიტომ რომ ესე იგი თუ ღვინო რომელიც დაგვინდა დუხს თვითონ ვისაც ხელებმა კარგად იცით ღვინოს აყენებენ ზოგიერთი მილს იღებენ და უშვებენ წყალში რომ დუღილი დროს უკან არ შევიდეს ჰაერი და არ გააფუჭოს ღვინო. ეს ძალიან მაღალ დონეზე თუ აპირებენ. და ესე იგი ეს ღვინო უკვე აღარ ფუჭდებოდა. ანუ თუ აღარ ქონდა ბიგ ფერმენტაცია და რაღაცები მიდის. მაგრამ რო არ გაფუჭებული იყო, მან დაადგინა რომ სიცოცხლე რაღაცა, სიცოცხლეა სოკო, ბაქტერია. ჰაერიდან შემოვიდა და იმან ისაფუჭებს. და რა კი მაგან მოახდინა, ისე გადატანა და ამიტომ პასტერიზაცია ახლა აღარ აკეთებენ, იმიტომ რომ და ასე შემდეგ. ახლა კიდე ღვინოს იცავენ იმითი რომ სხვა გზებია რა, კონსერვანტები და სხვადასხვა და მაშინ მაგდენს არის. ბატონ გიორგი. დიახ. სამწუხაროდ დრო ამოიწურა. დიახ. ეხლა რა მინდა ვთქვა, რა მინდა გავიხსენოთ. თქვენ რომ არ მომგზავნით, მაშინ ერთ-ერთი პირველი შეხვედრა უნდა ქონდა ძმის ამის გამო. გამოგზავნეთ პასუხისმგებლობით სავსე კაცი ბრძანდები და გამოგზავნეთ თქვენი ვაჟი ოთარი. დიახ. რომელმაც ძალიან საინტერესო ისაუბრა. ეხლა მე ვფიქრობდი, რომ ნათქვამი ხო არა, ის რჩევია მამულსა რომ შვილი შობდეს მამასა. ეხლა ვფიქრობდი, რომ ბატონი ოთარის საუბარი იყო უფრო საინტერესო თუ თქვენი მამი. ხო და პასუხი არა მაქვს. ესე იგი ძალიან დიდი მადლობა რომ რა მინდა გითხრათ თუ პოლიტიკაში არ ეთანხმებით ჩემ ვაჟს. არ ეთანხმებით პოლიტიკურ შეხედულებებში და ისეთ ვიტყვი, მაგრამ დუღარფული თუ არ იქნება, მე თქვინდა და არ თქვენი აი ამ ესე იგი მოგე პოლიტიკა სხვა თემაა და გასაგებია. ჩვენ ახლა მართალია ჩვენი თავარი თემა ეკონომიკა იყო, მაგრამ აქვე გვიწერია და არა მხოლოდ. ჩვენ ახლა ვილაპარაკეთ და არა მხოლოდ. შემდეგ როდისმე ეკონომიკას მივუახლოვდეთ. და ესე ვისაუბროთ. თუ კი დიდი მადლობა. გაიხარეთ. მადლობა თქვენ. დიდი მადლობა, პატრიოტულ ტელემაყურებლებო, ნახვამდის.